ქართველი ავტოდილერები ყაზახი მყიდველების გააქტიურებას ელოდებიან. ავტოიმპორტიორების მოლოდინი ყაზახეთში ახალი კანონის მიღებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც 1 სექტემბრიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების გამბაჟება გაძვირდება. ქართული ბაზრის მოთამაშეები ვარაუდობენ, რომ კანონის ძალაში შესვლამდე საქართველოში როგორც ყაზახი დილერები, ისე ინდივიდუალური მყიდველები ავტომობილებს უფრო აქტიურად შეიძენენ. ყაზახეთი ქართული ავტოდილერებისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია. გასულ წელს საქართველოდან ყაზახეთში 785 მილიონი დოლარის ღირებულების თითქმის 45,000 ავტომობილი გავიდა. გაყიდვები კვლავ ისეა როგორც იყო აქამდე, ზრდა არ არის, მაგრამ ველოდებით ზრდას გაყიდვების, რადგან ყაზახეთში მიიღეს კანონი, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და ძვირდება განბაჟება ყაზახეთში და შესაბამისად მოასწრონ ყაზახმა დილერებმა და ინდივიდუალურ მყიდველებმა ავტომობილების შეყვანა ყველა მოეშურება საქართველოსკენ და ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ 1 სექტემბრამდე ძალიან ბევრი მყიდველი ჩამოვა და მაგის იმედად ვართ ესაფხული რომ რაღაცა რაოდენობა მაინც გავყიდოთ ავტომობილების. ავტოინდუსტრიის თემით განვაგრძობთ ისევ გადაცემას. ყაზახეთიდან მოთხოვნის გაზრდის მოლოდინის მიუხედავად ქართული ავტობაზარი ისევ რჩება გამოწვევების წინაშე. არაერთი გამოწვევა აქვს. ავტომობილების იმპორტი ბოლო წლების მინიმუმამდეა შემცირებული, რასაც სექტორის წარმომადგენლები გაზრდილ ხარჯებსა და გამბაჟების გაძვირებას უკავშირებენ. პარალელურად მსხვილი ავტოიმპორტიორები ახალშესაძლებლობებს ეძებენ და ბაზრის გააქტიურებას შემოდგომიდან პროგნოზირებენ, მათ შორის კანადიდან ავტომობილების იმპორტის და ჩინურ ავტომობილების მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა მცირე დილერების ნაწილი ისევ რთულ მდგომარეობაშია და ბაზარზე ოპერირების გაგრძელება უჭირს. რამდენად შეცვალა ავტობაზარი გაზრდილმა აქციზმა და რა გავლენა მოახდინა ავტომან ავტომობილების გაყიდვებზე. ამ თემებზე და არა მხოლოდ, რადგან თემა ვრცელია, ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე. მოგესალმებით ბატონო ალექს და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს, მადლობა თემით დაინტერესებისათვის. ბატონო ალექს, სანამ თქვენზე ამ თემაზე გადმოვიდოდი, პრინციპში ერთი ხაზი ქონდა ამ ორივე თემას. წინა ნიუსში იყო საუბარი იმაზე, რომ მოლოდინი არსებობს, რადგან ეს ამბავი ქონდა, ჩვენც ამით გავაგრძელოთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე. რომ მოლოდინი არსებობს, რომ იმ კანონმა, რომელიც დაანონსდა ყაზახეთში, შესაძლებელია, რომ გააქტიუროს ბაზარი, რომელიც ბოლო პერიოდში შენელებულია. თქვენ გაქვთ თუ არა ეს მოლოდინი? იცით, მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით იმპორტის პირველი 5 თვის განმავლობაში იმპორტი შემცირებულია თითქმის 320 მილიონი დოლარით, ხოლო ექსპორტი 240 მილიონით. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული ვაჭრობა კომპანიების ჭრილში. დიდი კომპანიების შემთხვევაში ეს რაღაც 20%-ია, მაგრამ ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია დიდი კომპანიებისათვის. და მცირეების შემთხვევაში როგორც გითხარით 60%-ია. ხო, რაც შეეხება დილერებს, დაახლოებით 60-70% ქართველი დილერებისა, ხაზი მინდა გაუსვა, ქართველი დილერების არის გაურკვევლობაში. ამ პერიოდში ნაკლებად აქტიურები არიან აუქციონებზე, ნაკლებად ვაჭრობენ, რაც თავის ასახვას ბუნებრივია შემოდგომას ნახავს ციფრებში. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ციკლურია ეს ბიზნესი, ყიდულობ დღეს და შემოყავს დაახლოებით 3-4 თვის შემდგომ. ანუ ბაზარზე ის დღეს ნაყიდი ავტომობილი შემოდის 3-4 თვის დაგვიანებით საშუალოდ. ამიტომ ჩვენ ზუსტ ციფრებს უფრო შემოდგომის პერიოდში დავინახავთ. არიან კომპანიები, თქვენ საუბრობთ იმაზე, რა გავლენა მოახდინა უკვე ჩვენთან ამოქმედებულმა ტარიფმა. კი ბატონო. ანუ აქედან ამოდის, აქედან პრინციპში, იმიტომ დავიწყე ამ საუბარი, რომ აქედან ამოდის ეს საკითხი, რა თქმა უნდა, და მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას. ბევრი კომპანია, ნაწილი ყოველ შემთხვევაში კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ალტერნატიული ბაზრების მოძიება უნდა დაიწყონ. აი და ნახეთ, რომ იმპორტის ქვეყნებში გამოჩნდა კანადიდან დაიწყეს შემოყვანა და ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლის ქცევამ განაპირობა ეს. და განსაკუთრებით შიდაბას. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. უფრო ფასი ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს ამ შემთხვევაში. მომხმარებლის პრიორიტეტი არის ასაკი, რომ ასაკი დაბალი იყოს და იმ 6 წლიან
ასე ვთქვათ, კატეგორიაში, სეგმენტში შეიძინოს ავტომობილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 7 წლის და უფრო ზემოთ ავტომობილები 6-ჯერ გაძვირდა აქციზის გადასახადი და ნაკლებად უკვე ყურადღებას აქცევენ ხარისხს, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ავტომობილის შედარებით ნაკლებად ყურადღებას აქცევენ ავტომობილის მდგომარეობას, ბრენდს უფრო ნაკლებ ყურადღებას. თუ უფრო მაღალი ბრენდის ხარისხის ავტომობილები შემოდიოდა, იმავე ფასად ეხლა შეიძენენ უფრო დაბალი კლასის ავტომობილებს და ასე შემდეგ. შედარებით ახალს, მაგრამ ახალი კიდევ ერთხელ არ ნიშნავს ავტომობილის მდგომარეობას. ნუ ყველას წარმატებას უსურვებ, რომ ნაკლებ ფასში ღმერთმა ქნას, რომ ყველას გქონდეს იმის საშუალება, რომ დაბალ ფასში ხარისხიანი ავტომობილები შევიძინოთ, მაგრამ სამწუხაროდ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. ეს მომხმარებლის ქცევა იყო, ხო? უკვე შეცვლილი და ამის გამო გადაერთო ბაზარი. თუ უკვე რეგულაციებმა უკარნახა, არა, ორივე ფაქტორი იყო. რეგულაციებმა უკარნახა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ 7 წლის ავტომობილი უკვე არის 6-ჯერ აქციზით 6-ჯერ გაძვირებული. მაშინ როდესაც 6 წლამდე 2-ჯერ გააძვირეს. ნუ 2-ჯერ გაძვირება კიდე თქვათ ასატანიარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდე ხელი მიუწვდება ჩვენ ასე თქვათ მომხმარებელს და საუბრობთ ჩიდა ბაზარზე, მაგრამ რადიკალურად სხვა სიტუაცია არის რეექსპორტის ბაზრებში. ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც ძალიან აქტიური იყო ადრე. ეხლა ამ ბოლო თვეების განმავლობაში რა ხდება? კი ბატონო. ამაზე რა გავლენა მოახდინა იმ ცვლილებებმა? აისახა თუ დარჩა ჭრდილში ვთქვათ. კი ბატონო. ნაკლები გავლენით. სწორედ რომ აი ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია გაურკვევლობაში არიან ამ გადაწყვეტილების გამო დილერების, როგორც გითხრათ, მოგახსენეთ 60-70% და ეს დილერები სწორედ რეექსპორტის ბაზარზე მუშაობდნენ. ანუ ჩვენ რომ საუბრობთ რომ ამბობთ, ბატონო ალექს, ეს ნიშნავს რომ გაჩერებულები არიან და რაღაცას ელოდებიან, აკვირდებიან თუ უბრალოდ ცოტა პასიურად მოქმედებენ, მაგრამ აიც მოქმედებენ და ამ ეტაპზე ნაწილი პასიურად მოქმედებს, ნაწილი გაჩერებულია, იცით რატომ? იმიტომ რომ დღეს ავტომობილის შემოყვანა რეექსპორტის ბაზარზე მაღალი რისკის შემცველია. რატომ? საუბარია 6 წელზე ზემოთ ავტომობილზე, ნაწილიც გადიოდა, დიდი ნაწილი სეგმენტი გადიოდა რეექსპორტის ბაზრებზე, იმიტომ რომ უყურეთ დაზღვევის მექანიზმი თქვენ ეთერშიც წინა სანამ ამ კანონს მიიღებდნენ ქონდა საუბარი. დაზღვევის ერთადერთი მექანიზმი ქართული იმპორტიორს ქონდა შიდა ბაზარი. რომ შემოიყვანდა ავტომობილს და ვერ გაყიდდა რეექსპორტის ბაზარზე, ყიდდა ადგილობრივ ბაზარზე. ეხლა დაინახეს იგივე უცხოელმა დილერებმა დაინახეს ქართულ დილერს გაუძვირდა 6-ჯერ გადასახადი აქციზის, ხო? იმ საშეღავათო სამთვიან პერიოდს დაელოდება, მოვა იმ პერიოდში, როდესაც უკვე ტერმინალზეა დატერმინალებულია, დასაწყობებული ავტომობილი და მაშინ იბაჭრებს, ხო? მანამდე ამ ავტომობილს არ შეეხება, იმიტომ რომ აქეთ ალტერნატივა უყურეთ, ალბათ აქეთ ალტერნატივა ჩვენ ავტოიმპორტიორს 6-ჯერ გაძვირებული ის აქვს, ანუ გამბაჟება გაუჭირდება და იწულებული იქნება ძალიან მნიშვნელოვან ფასდათმობაზე წავიდეს, როგორღაც ავტომობილი გაყიდოს. შეიძლება გარისხოს ერთმა ორმა 6 წელზე მეტწლოვანების ავტომობილებზე არის საუბარი, მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ძირითადი მოთხოვნა და ძირითადი სეგმენტი, რაც რეექსპორტზე გადიოდა, ხო, უფრო 6 წელზე ნაკლები ავტომობილი. ორივე იყო. ეს მაინტერესებს, ახლა ეს მინდა ზუსტად კითხოთ, მან მიმყავდა კითხვა, რომ რა პროცენტული თანაფარდობა იყო აი ამ ორ კატეგორიას შორის და ვთქვათ, რამდენად შესაძლებელია რომ ჩანაცვლდეს. იცით რა არის და რას გამოიწვევს ეს ვერ გეტყვით პროცენტულად ალბათ თანაფარდობა რამდენი იყო, ორივე თანაბრად შეიძლება ითქვას, რომ იყიდებოდა როგორც ახალი ავტომობილი, ისე ანუ ასაკით დაბალი ავტომობილი, ისე ძველი ავტომობილი იყიდებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ შეუძლია ახლა 6 წლამდე ავტომობილი შემოიყვანოს მაღალი ხარისხის და მაღალი ბრენდის მაგ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ თუ ვერ გაყიდა რეექსპორტის ბაზარზე და ახსენი აქამდე რატო ვერ გაყიდა? ანუ რატო ვართ მაინდა-მაინც ჩამოკიდებული 7 წელზე და 8 წელზე, ხო, კითხვა ამაში მდგომარეობდა. შევატრიალოთ სიტუაცია და კი ბატონო ავტოიმპორტიორმა, როგორც გითხარით, შემოიყვანა 6 წლის, ოღონდ მაღალი ხარისხის, უფრო ბრენდული ავტომობილი, რომელიც ძვირია. და ვერ გაყიდა. გაყიდეს შიდა ბაზარზე? ვერ გაყიდეს ქალბატონს. იმიტომ რომ ჩვენი აი დავასრულებ ორი წინადადებით, ორი სიტყვით უკაცრავად. იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი არ ამწყიდველებით უნარიანია. დიდი ნაწილი არ ამწყიდ.
ეხლა არავინ არ მითხრას, რომ მაგალითად მე დავდივარ ეხლა რომ 7 წლის მანქანით და ვიღაცა მთავრობის წევრმა უნდა მითხრას, რომ 2026 წლის მანქანა უკეთესია თუ უარესია. ყველამ ვიცით რომ უკეთესია, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობებიდან ამოვდივართ ჩვენი მოქალაქეების. რო გქონდეს ფინანსური შესაძლებლობა ჩვენ მოქალაქეებს, მერწმუნდეთ ყოველ 2-3 წელიწადში ახალ ავტომობილს ყველა გამოცულიდა და გვეყოლებოდა ყველას ახალი და თანამედროვე ავტომობილები. მაგრამ სყიდულობით უნარიანობა ძალიან დაბალია და ამიტომ ნაკლებად გაყიდის და დიდი ალბათობით დარჩება და იზარალებს. გაუყიდავი დარჩება ის ავტომობილი 6 წლამდე ავტომობილი, რომელიც მაღალი ხარისხისაა, უყურეთ, ბრენდის თვალსაზრისით შესაბამისად მაღალი ფასისაა. და ფასისაა, იმიტომ რომ ისინი უფრო ბიზნეს კლასებს ითხოვენ და აქ ბიზნეს კლასს ახლა ყველა ვერ შეიძენს ადგილობრივი მომხმარებელი 6 წლამდე ავტომობილს. ბატონო ალექს, აი კიდე რაღაც შეფარდებას გთხოვთ, ფარდობითად რომ დავინახოთ თლიანი სურათი. მაგალითად, აქამდე, ან როდესაც უკვე თქვათ ამოქმედდა ახალი რეგულაცია, ახალი წესი, მას შემდეგ ხომ არ შეისწავლეთ, ხომ არ დააკვირდით, რა პროცენტულობა, რა რაოდენობა იყიდება ახალი მანქანების, ან მოთხოვნა ხომ არ გაიზარდა, ან ხომ არ გადაერთო მომხმარებელიც, რომ ჯობია დაელოდოს, მაგალითად დაიცადოს, დააგროვოს, თანხა მოაბილიზოს და შემდეგ იყიდოს. აი ესეთი ცვლილებები ხომ არ გამოიკვეთა? უკვე, იმიტომ რომ რეალობა შეიცვალა, დრო შეიცვალა, ბაზარიც უკვე ახალ რეალობაზე გადადის. როგორც მოგახსენეთ და ადრე საუბრობდით, ჯერ ძველი ციფრები რო გავხსენოთ, რაც ამ კანონის მიღებამდე იყო, დაახლოებით 6 წლამდე ავტომობილის ფუფუნება ჰქონდა ჩვენ მოსახლეობის 5%-ს. აი მაქსიმალურად რო ვიანგარიშოთ, კიდე შეიძლება აი რაც თქვენ ბძანეთ, კიდე 5% მაქსიმალურად, ну, ჩავთვალოთ აი საუკეთესოზე საუკეთესო შემთხვევა 10%. დაემატოს ამას. რაც არ ამგონია, მაგრამ ავტომობილების თქვენი ხათრით დაუმატოთ, რაღაცა მეკითხებით, თქვენი ხათრით კიდე 5% დაუმატოთ. მე კი ვისურვებდი, რომ 90% იყოს, მე ვისურვებდი ჩვენ მაყურებელს, რომ ნეტო 90 იყოს, მაგრამ ну, დაუმატოთ 10, გამოდის 15%. დანარჩენი 85%-ს არ აქვს ამის ფუფუნება და იწულება არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ახალი ავტომობილი შეიძინოს. უფრო შედარებით ასაკოვანი ავტომობილი, მაგრამ ახალი შემოყვანილის გამბაჟების თანხა არ აქვს, ამიტომ რა გამოსავალი რჩება. ერთადერთი რომ ბოლომდე იყოს ერთგული საკუთარი ძველი ავტომობილის, ან თავისი ძალიან ძველი ავტომობილი გაყიდოთ და შედარებით ახალი აქ ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილი შეიძინოს. ეს რაც გამოიწვევს ადგილზე ფასების ზრდას და ავტოპარკი არ განახლდება მაგით, ვერ განახლდება და თუ ავტოპარკი ვერ განახლდება, შესაბამისად ეკოლოგიური მდგომარეობაც არ შეიცვლება. პირიქით უფრო გაუარესდება. ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე კიდე მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ვერ ამოვწურეთ ყველა მიმართულება. და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, მიმოხილვისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ ვეთყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.